პირველ რიგში რამდენიმე სიტყვა ახსენეთ, ისეთი რომელმაც რაღაც გამოიწვია ჩემში ცოტა მე ვიტყოდი რაღაც სტიმული მომცა რაღაც ამის გარშემო რაღაც საუბრის და თქვენ თქვით დამძრგუნველიაო ძალიანო ამის მოსმენა. მე მგონია რომ ჩვენთვის უკვე აღარ არის ეს დამძრგუნველი. აღარც სასაცილო აღარ არის, უბრალოდ რაღაცნაირად ჩვენ ვიცით უბრალოდ წინასწარ ვიცით რაზე რა ითქმება ხელისუფლების მხრიდან, როგორი რეაქცია იქნება და ასე შემდეგ. ასე რომ აქ უკვე ჩვენ უკვე იმდენად გავაცნობიერეთ რეალობა, რომ ძნელია რაღაცამ დათურგუნოს ახლა. არ არის სასიამოვნო რა თქმა უნდა, მაგრამ ამანაც ამ ეტაპმაც გაიარა უკვე. ჩვენც ეს არის რეალობა, რომელიც სხვაგვარად ვერ წარმოგვიდგენია. ალბათ დამძრგუნველი იქნება ჯერ კიდევ მაგალითად ევროდეპუტატებისთვის, იგივე ევროპის საბჭოს დეპუტატებისთვის მოისმენენ ესეთ განცხადებებს. ან ევროკავშირის, თქვათ, ევროპარლამენტის დეპუტატებისთვის იქნება ასევე დამძრგუნველი იმ მათი, ვინც მუშაობს საქართველოზე კონკრეტულად, ვინც საქართველოსთან თანამშრომლობა, რომელთა, ესე ვთქვათ, უშუალო საქმიანობას წარმოადგენს. რაც შეეხება ახლა აი ამ მოლოდინებს, ამასთან დაკავშირებით შეიძლება ვთქვათ, რომ კიდევ ერთ რაღაცას ვიტყვი, ახლა თავის შეწირვა ეს ცოტა ძალიან რა თქმა უნდა დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის, მე კომპლიმენტად ვთვლი რა თქმა უნდა ამას, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ძალიან ხმამაღალია. მე სიამოვნებით მუშაობდი ამაზე, თავგანწირვა არავითარი არ იყო. პირიქით ძალიან დიდი პატივი იყო 30 წელი ამ საკითხებზე მუშაობა ჩემთვის და რომ რაღაცნაირად მომცა საშუალება ესე ვთქვათ რაღაც გაგებამ თუ სიტუაციამ თუ რაღაც ღმერთმა რომ მემუშავა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე, გამეგო უფრო ღრმად ეს საკითხები და რაღაც ხელი შემეწყო, სადაც მქონდა ამის საშუალება. და რა თქმა უნდა, ჩემთან ერთად ყველა ის კოლეგა საგარეოდან იქნებოდა ესენი თუ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მკვლევარები, თუ გნებავთ უბრალოდ ადამიანები, რომლებიც ქუჩაში გამოდიან და მოითხოვენ, თქვათ, ევროპული ინტეგრაცია ასე შემდეგ, ყველა ამათთან ერთად აი ამ გუნდში ყოფნა ეს არის მნიშვნელოვანი. ეხლა რაც შეეხება თავად პროცესს, მე მაგალითად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის რაღაც ისტორიული ეტაპი. მარტო ჩვენთვის არ ძალიან რთულ ეტაპზე ახლა მსოფლიო ისტორიულ ეტაპზე ჩვენ ვხედავთ რომ როგორი ესე ვთქვათ დაძაბულია საერთოდ მსოფლიო და როგორი სიტუაცია არის რომ ყველაფერი შეიძლება მოელოდო ყველა მაგალითად ეკონომიკური კრიზისის დაწყება შეერთებულ შტატებში რასაც შეიძლება მოყვეს მთელი მსოფლიოს ვთქვათ დაზიანება ეკონომიკის დაზიანება და რის ნიშნებიც არის ეს არ არის ის ეპოქა, როდესაც ამერიკაში დაიწყო რეცესია და ვთქვათ გერმანიაში დაიწყო რეცესია 30-იანი წლების დასაწყისში და ან შეიძლება უფრო ადრე 20-იანი წლების მეორე ნახევარში ვთქვათ და მთელი მსოფლიო ამან არ მოიცვა. ნუ რაღაც გარკვეული ქვეყნები მოიცვა, ბევრ ადგილას იყო რეცესია ამის გამო, მაგრამ ის სხვა ეპოქა იყო. ეხლა არის ეპოქა, გლობალური ეპოქა არის, სადაც რეცესია თუ დაიწყო შეერთებულ შტატებში, ეს დაიწყება ყველგან მსოფლიოში და იმიტომ რომ ყველა მიბმულია გადახლართულია ეკონომიკა. ამიტომ რთულ მდგომარეობაში ვიმყოფი და იმის მაგივრად რომ ჩვენ ეხლა ძალიან კარგად შევეკრათ ამ ევროპულ ჩვენ იმას, რა ქვია, ვექტორს ჩავეჭიდოთ და მაქსიმალურად შევეცადოთ რომ აი ამ რთულ სიტუაციაში რყევების მდგომარეობაში ვიყოთ სადღაც შედარებით სტაბილურ და უფრო დიდ და სოლიდარულ ესე ვთქვათ გაერთიანებასთან რაც შეიძლება ახლო ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ ჩვენ ვამბობ, რა თქმა უნდა, ჩვენ არა პირადად, მაგრამ ჩვენ როგორც ქვეყანა, ეხლა რას ვაკეთებთ? დისტანცირებას ვაკეთებთ ყველა იმ სივრციდან, სადაც შეიძლება ჩვენ პოვოთ რაღაც მხარდაჭერა, რაღაც სოლიდარობა და რომელიც ჩვენ მიგვიღია. ამ 30 წლის განმავლობაში თუ დამოუკიდებლობის 34 წელია, ხო, უკვე დამოუკიდებლები ვართ. აი ამ წლების განმავლობაში ჩვენ არაერთხელ მიგვიღია
სოლიდარობა და არაერთხელ გადავრჩენილ ვართ სწორედ იმ სივრციდან მოსული დახმარებით და მხარდაჭერით და ეხლა ჩვენ იმას უპირისპირდებით აი ეს არის შესაძლოა მართლა დამდგუნველი და არა განცხადებები თქვა ხელისუფლების რომელიც უბრალოდ არ ვიცი საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის ევროპული იდეალებისთვის ბრძოლა მათ შორის ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანება ან არსებული ადგილის შენარჩუნება იქ გვაქვს ჩვენ ადგილი განსხვავებით ევროკავშირის წევრობიდან რომელიც ჯერ მისაღწევია ევროპის საბჭოს წევრები ვართ და შეიძლება წევრები აღარ ვიყოთ ეს საყოფაცხოვრებო დონეზე როგორ აისახება ამის გააზრება ცოტა უჭირს ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას ეს გონიათ რომ რაღაცა პოლიტიკური ელიტების თუ მედიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციების საბრძოლველი და შესაბამისი პრივილეგია არის მე თქვენ მინდა დაგისვათ კითხვა ევროპიდან, ევროპული ინსტიტუტებიდან დისტანცირების ეს დინამიკა თუ გაგრძელდა მე იმედი მაქვს რომ ბონდი არ მივახო მათ შორის ასე ევროპის საბჭოს გარეცხვა როგორ აისახება ეს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივაზე იმიტომ რომ მთავარი დანაპირები მათ შორის ქართული ოცნებისაც ეს იყო და ეგ რჩება და ბ რაც გვაქვს იმის შენარჩუნებაზე მათ შორის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ პერსპექტივაზე აქ ორ რაღაცას მინდა გავუსახაზო. პირველ რიგში აი თქვენ ახსენეთ სამოქალაქო საზოგადოება და გარკვეული წრეებიო, რომელიც გონია ძალიან ბევრს რომ მათზე აისახება. მინდა ხაზი გაუსვა იმას რომ სამოქალაქო საზოგადოება დაწყებული მე-17 საუკუნიდან იყო განხილული როგორც წრე ადამიანების ან ორგანიზაციების მოკლედ პლასტი რაღაც საზოგადოების რომელიც სწორედ იმითი გამოირჩეოდა რომ მათთვის საზოგადოებრივი ინტერესი იყო ნომერ პირველი არ ქონდათ არც პოლიტიკური ინტერესი არც ბიზნეს ინტერესი და ეს შეიძლება კლასიკოსებში ჩავიხედოთ მე ხა აქ ლექციის დრო არ არის და რაღაც ისეთი წიაღსვლების ხო უბრალოდ იყო ესეთი შეხედულება რომ სამოქალაქო საზოგადოების გარეშე ნებისმიერი რეჟიმი თუ ადრე იყო საუბარი ეს იყო თქვათ რაღაც აბსოლუტისტურ რეჟიმებზე მონარქიებზე და სხვადასხვა დინასტიურ თქვათ მმართველობებზე ძალიან მარტივად შეიძლება გადაიქცეს ტირანიად გადავიდეს ტირანია ახლო მაგალითად ეხლანდელ სიტუაციაში თუ მეცნიერები რასამობები პოლიტიკური მეცნიერები რომელიც დემოკრატიას იკვლევენ და მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებას თუ სამოქალაქო საზოგადოება არ იარსებებს ძალიან მარტივი იქნება რომ ნებისმიერი რეჟიმი გადავიდეს ავტორიტარიზმში ან დიქტატურაში და რას ნიშნავს დიქტატურა? დიქტატურა ნიშნავს ის კი არა რომ ამ ხალხს დაიჭერენ უბრალოდ ან ამათ წართმევენ ესე ვთქვათ გრანტების საშუალებას ან რაღაცა. დიქტატურა ნიშნავს იმას რომ ადამიანს არ ექნება არც ერთს, ყველა იქნება დაჭაგრული. არც ერთს უფლება რომ თავისი ხმა აიმაღლოს, თავისი ესე ვთქვათ კეთილდღეობისთვის, თავისი ყოფისთვის, თავისი უფლებებისთვის, იმისთვის რომ არ დაიჭაგროს რომ ესე ვთქვათ ხმა იმაღლოს იმის წინამდე თუ სამართლობას აქვს ადგილი და ასე შემდეგ ამაშია საქმე ანუ სამოქალაქო საზოგადოება უზრუნველყოფს ავანგარდში დგას უბრალოდ სამოქალაქო საზოგადოებრივი ნაწილი მთლიანად საზოგადოებისა რომელიც დგას ავანგარდში აი იმისა რომ საზოგადოება არ წავიდეს ავტორიტარიზმისკენ და არ წავიდეს ესე ვთქვათ დიქტატურისკენ და დემოკრატია რასაც ქვია ანუ ადამიანების უფლება რომ თანამონაწილეობა მიიღონ ქვეყნის მართლობაში, ამის უზრუნველყოფაში მიიღონ მონაწილეობა. ჩვენი ვალია სამოქალაქო საზოგადოების ინტელექტუალური მხარდაჭერა გაუწიოთ ადამიანებს, რომათ იშრომონ წყნარად თავისი ოჯახებისთვის, თავისი ესე ვთქვათ, კეთილდღეობისთვის და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, მათ მივაწოდოთ რაც შეიძლება მეტი სწორი ინფორმაცია, რომ ეს ყველაფერი არ დაირღვეს. და რაც შეეხება შედეგებს თავისთავად შეუძლებელია ვიფიქროთ რომ არადემოკრატიულ ქვეყანაში, იმ ქვეყანაში სადაც გახსნილი აქვს ხელები ექსპლუატაციას, სადაც შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ხელში აქვს ან ფული, ან საწარმოო საშუალებები, ან შეიძლება ახლა ვიღაცამ თქვას, რომ სოციალისტურ ესე ვთქვათ იდეებს და მარქსისტულ იდეებს არსებობს. არა, უბრალოდ ელემენტარული თუ ადამ სმიტი არ იყო მარქსისტი, მაგრამ მისი იდეებიდან გამოვიდეთ, ვინც ფლობს წარმოების საშუალებებს და ვინც ფლობს ვთქვათ კაპიტალს, ფაქტორებს, ხო, ესე ვთქვათ საწარმოო ფაქტორებს, რა თქმა უნდა, მას შეუძლია ექსპლუატაცია მოახდინოს თავისთავად
და შეიძლება მონოპოლია მოიპოვოს, შეიძლება ექსპლუატაციას გამოიყენოს თავისი ძალაუფლება და ასე შემდეგ. აუცილებლად დაიჩაგრება ნებისმიერი მოქალაქე. აქ არ არის საუბარი არავითარ შემთხვევაში რაღაც გარკვეულ წრეზე და გარკვეულ ადამიანებზე. ეს არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური ფაქტორები და ამ ფაქტორების ნაწილია ამავე დროს თავისუფალი გადაადგილების უფლება ევროკავშირის ტერიტორიაზე. რასაც ძალიან კონკრეტულად აღიქვავს საქართველოს მოქალაქე, რომელიც შეიძლება ამ პროცესებს უყურებს, ბევრი რამ არ მოწონს, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს ტალღები პოლიტიკური турბულენტულობის გადაივლის, იქ რაღაც პოლიტიკოსები თავისი გათვლებით რაღაცას მოქმედებენ, მაგრამ სტრატეგიულად არაფერი შეიცვლება. მეც თავისუფლად ვიბრი ევროკავშირში, იქ გამოვიმუშავებ თანხას, გადმოვაგზავნე აქეთ, როცა მომინდება წავალ, როცა მომინდება წამოვალ და ასე შემდეგ. მე ვთქვათ, სპეციალურად ვახდენ ფოკუსირებას ისეთ ხელშესახებ პროცესზე, რომელიც ეხება ყველა ოჯახს საქართველოში და ამ ხრებ ჩვენი საუბრის დასასრულს ცოტა უფრო კონკრეტულად რო აგვიხსნათ, ევროპის საბჭო და საქართველოს გამორიცხვა გამოგდება ევროპული გეოგრაფიული საზღვრებიდან ჩვენი გამიჯვნა, რას ნიშნავს რიგითი ქართველის და მისი ოჯახისთვის? პირველ რიგში ევროპის საბჭო ეს არის როგორც აუცილებელი დონე იმისთვის, რომ შენ მოინდომო ევროკავშირში ინტეგრაცია. ევროსაბჭოს წევრები თუმცა არიან პრაქტიკულად ყველა ევროპული სახელმწიფოები და რუსეთიც იყო და ბელორუსიც თავის დროზე, მაგრამ ამას ის უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ამ პროცესს და ევროპის საბჭოს სტანდარტები არის პრაქტიკულად ევროკავშირის დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი. შეიძლება ევროკავშირს გააჩნია კიდევ უფრო მაღალი სტანდარტები, რომელიც შემდგომში უნდა მიაღწიოს, შენ თუ ევროკავშირის წევრობა გინდა, მაგრამ ევროსაბჭოს ესე ვთქვათ სტანდარტები ეს არის როგორც აუცილებელი ნორმა. ეს არის დიდი საფეხბურთო ჩემპიონატივით, სადაც წესები ყველგან ერთია სათამაშო, მაგრამ მოთხოვნები არის განსხვავებული და კონკურენცია. ჩვენ ვართ ამ გაგებით პირველ ლიგაში და ამ ლიგაში კარგი შედეგების ჩვენების შემთხვევაში გვიჩდება შანსი და გვქონდა გადავსულიყავით უმაღლეს ლიგაში, ანუ ევროკავშირის წევრები გამختارიყავით. თუ პირველი ლიგიდან ვარდები იმის გამო, რომ შენ ფეხბურთის თამაშის წესებით კი არ თამაშობ, არამედ რაგბის ან რომელიღაცა სხვა გაურკვეველი სპორტული სახეობის, ეს ავტომატურად ნიშნავს თუ არა იმას, რომ ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივას. თავისთავად აქ ორი აზრი არ არსებობს. ევროპის საბჭოს წევრობის გარეშე ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაც კი არ არსებობს. ანუ კანდიდატის სახელმწიფო ჩვენ რო გავხდით, ჩვენ რომ არ ყოფილიყავით ევროპის საბჭოს წევრი, ჩვენ ესე იგი პოლიტიკური ევროპა არა ვართ და შეუძლებელია რომ ჩვენთვის მოენიჭათ კანდიდატის სტატუსი, ეს თავისთავად. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას? რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, ძალიან მნიშვნელოვანია ის გავიგოთ, რომ ქვეყანა, რომელიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ შეესაბამება და ევროპის საბჭოს ის მინიმალური სტანდარტები, რომელსაც აწესებს ევროპის საბჭო და რომელიც საყოველთაო და რომელიც საჭირო აუცილებლად ისეთი სახელმწიფო, რომ ესე ვთქვათ, სახელმწიფომ რაღაცაც თავისი ევროპულობა რაღაცნაირად უზრუნველყოს და რეალიზება მოახდინოს, თუ ამას არ იცავს ან ჩათვალეს ქვეყნებმა, რომ ეს ქვეყანა არ არის იმის ღირსი, რომ ევროპის საბჭოს წევრი იყოს, ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია შენ შეინარჩუნო უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. ევროპული სახელმწიფო, რა თქმა უნდა, მე ვლაპარაკობ თქვათ ლათინურ ამერიკის ქვეყნებზე და მათ არ მოეთხოვებათ ესეთი ევროპის საბჭოს წევრი, მაგრამ ქვეყანა, რომელიც აქედან გარიყეს ან თავად გაირიყა, ნიშნავს იმას, რომ ვერ შეინარჩუნებს, რა თქმა უნდა, უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან და აქ კიდე სხვა პრობლემებია. უკვე ვიცით, რომ რამდენიმე ქვეყანაა ინიციატივით გამოსული ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, რომლებიც ითხოვენ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ჩამორთმევას ამ ეტაპზე. ეს არ არის ზომა მიმართული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს. ეს არის ზომა მიმართული მთლიანად იქამდე, რომ დაიცვან ევროპული ინტეგრაციის პრინციპები პირველ რიგში, შეუძლებელია ევროკავშირის გაფართოების ნაწილი იყოს ქვეყანა, რომელიც არ არის ღირსი, იმ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და მეორე ის, რომ პირიქით აიძულონ ხელისუფლება, რომ მან დაიცვას ის პრინციპები, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში ადამიანების და მოსახლეობის, ესე ვთქვათ, კეთილდღეობისთვის და მათი დაცვისთვის.